New Hospitals-ის რუბრიკით ვაგრძელებთ რევმატოიდული ართრიტი არის ქრონიკული აუტოიმუნური დაავადება, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს, შეშუპებას, შემოჭრილობას და მათში მოძრაობის შეზღუდვას. დაავადების აუტოიმუნურობა ნიშნავს, რომ ირღვევა იმუნური სისტემის გარკვეული უჯრედების ფუნქცია და ისინი ორგანიზმის ჯანმრთელ ქსოვილებს, კერძოდ სახსრებს აზიანებს. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდა New Hospitals-ის ექიმი რევმატოლოგი ია დემურაშვილი. მოგესალმებით, ქალბატონია, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და ალბათ თავიდან დაავადების ახსნათ, რას მოიცავს და რას გულისხმობს რევმატოიდული ართრიტი და რამდენად გავრცელებულია ეს დაავადება. მოგესალმებით, რევმატოიდული ართრიტი არის ერთ-ერთი გავრცელებული ანთებითი დაავადება. მის დეფინიციას ჟღერს შემდეგ. რევმატოიდული ართრიტი ეს არის ქრონიკული ანთებითი აუტოიმუნური დაავადება, რომელსაც ახასიათებს უპირატესად წვრილი სახსრების სინოვიური დაზიანება. თუმცა არა მხოლოდ წვრილ სახსრებს აზიანებს, შეიძლება შემდგომ სისტემური გამოვლინება ჰქონდეს, რასაც ჩვენ სახსრგარე დაზიანებას ვუწოდებთ. ართრიტი როგორ ისმის, რატომღაც გონია რომ ეს ასაკთან შეიძლება კავშირში იყოს, მაგრამ რევმატოიდული ართრიტის შემთხვევაში ეს ასე არ არის, იმიტომ რომ ბავშვებშიც როგორც ვიცი ეს დაავადება იჩენს თავს. აი ამ კუთხით რა უნდა ვიცი. რევმატოიდული ართრიტი შეიძლება იყოს ადრეულ ასაკში, რასაც იუვენილურ რევმატოიდულ ართრიტს ვუწოდებთ, თუმცა ყველაზე ხშირად გავრცელებული მაინც არის 40-დან 50 წლამდე უპირატესად ქალბატონებში. შეფარდება მამაკაცებთან 2/1-ია და ხშირად უპირატესი მაინც 40-დან 50 წლამდე ქალბატონები ავადდებიან. ყველაზე მეტად გვიყვარს ხოლმე ამ კითხვისას, რა იწვევს? მიზეზი რა შეიძლება, მაგრამ მაინც რა შეიძლება იყოს გამომწვევი და რისკ ჯგუფებიც თუ შეგვიძლია დავასახელოთ. რევმატოიდული ართრიტის გამომწვევი მექანიზმი არ ვიცით. ვიცით რისკ ჯგუფები, ვიცით მაპროვოცირებელი ფაქტორები. თვითონ მაპროვოცირებელ ფაქტორად შეიძლება ჩავთვალოთ სტრესი, შეიძლება ჩავთვალოთ ინფექცია, შეიძლება ჩავთვალოთ ჭარბიწონა. ასევე ბოლო პროტოკოლებით გვეუბნება, რომ თამბაქო არის შეიძლება იყოს მაპროვოცირებელი ფაქტორი, დამოკიდებულია რამდენს მოიხმარს ადამიანი თამბაქოს. ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი გენეტიკური ფაქტორი. ზოგ შემთხვევაში თუ პირველი რიგის ნათესავები გულისხმობა დედა, მამა და ძმა, აქვს დიაგნოსტირებული რევმატოიდული ართრიტი, განვითარების რევმატოიდული ართრიტის 4-4-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე არა გენის მატარებელ ადამიანებში. რა არის პირველი ნიშნები და როგორ მივხვდეთ, იმიტომ რომ ახასიათებს ისეთი სახის, რაც ჩამოთვალეთ, ხო, შეშუპება ტკივილი, შეიძლება ჩათვალო რომ რაღაც სხვა ერთჯერადი პრობლემა არის და შეიძლება ასე სათანადო ყურადღებაც არ მიაქცია, მაგრამ მაინც რა მიათითებს მიანიშნებს იმას, რომ რევმატოიდული ართრიტია და შესაბამისად ექიმთან როდის მივიდეთ. რევმატოიდული ართრიტის საერთო სიმპტომატიკიდან რომ დავიწყოთ, ისევე როგორც ყველა ანთებით დაავადებას ახასიათებს ადვილად ახლა საერთო სისუსტე, ცხელება, ძალიან მნიშვნელოვანია წონის კლება, ეს ერთ-ერთი კრიტერიუმს შეესაბამება. ყველაზე უპირატესად მაინც ვანიჭებთ წვრილი სახსრების სიმეტრიულ დაზიანებას. წვრილი სახსრების სიმეტრიული დაზიანება, რომელიც 6 კვირამდე გრძელდება, ეს არის ყველაზე წამყვანი სიმპტომი და რომელიც ახასიათებს დილის შემოჭრილობა. დილით ადამიანს უფრო უჭირს მოძრაობა, გაშლა სახსრის და რაღაცა ეტაპზე დაახლოებით დღის მეორე ნახევარში ეს სიმპტომატიკა კლებულობს. მას ჩვენ ვეძახით ტკივილის ანთებით რითმს. New Hospitals-ის შესაძლებლობებს ზუსტად იმიტომ რომ დიაგნოსტიკის დროს ტექნოლოგიებს, კვლევებს, ხო, ანალიზებს გარკვეული დიდი მნიშვნელობა აქვს ამ კუთხით რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა და რას თავაზობს. ისევე როგორც ყველა მსოფლიოს წამყვან კლინიკებში, იგივე შესაძლებლობები გააჩნია New Hospitals. ჩვენ ხელმძღვანელობთ ACR-ის და EULAR-ის რეკომენდაციებით. პრაქტიკულად ტარდება ყველაფერი რევმატოიდული ართრიტის სადიაგნოსტიკოდ. ის კრიტერიუმებზე მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა. ძალიან მნიშვნელოვანია EULAR-ის კრიტერიუმები, რომელიც გვეუბნება, რომ 6 ქულა უნდა შეაგროვოს პაციენტმა, რომ დაუსვათ რევმატოიდული ართრიტი. მოდი ავხსნათ ეს გასაგებია, ეს მინდა რომ აქცენტი ამაზე გავაკეთოთ. 6 ქულა მოიცავს ამ 6 ქულიდან რომელიმე უნდა იყოს სახსრის ანთებითი დაზიანება. ანუ შესიება მტკივილი ის რაც ყველას ანთებას ერთი ან რამდენიმე. ერთი სახსარის თუ არის დაზიანებული და სხვა დანარჩენ ქულას აგროვს, ჩვენ უკვე ამბობთ რომ ეს არის რევმატოიდული ართრიტი. რაც შეეხება ლაბორატორიულ კრიტერიუმებს, ის ანთებითი მწვავის ფაზის მარკერებს აქვს მნიშვნელობა, ისეთი როგორც არის C-რეაქტიული ცილა, ECI, სეროლოგიურ მარკერებიდან რევმატოიდული ფაქტორი, რომელიც რევმატოიდულ პაციენტებს, დაავადებულ პაციენტებს 60% მაინც დადებითი აქვს, თუმცა არის სერონეგატიური ფორმები, რაც ცოტა გვირთულებს დიაგნოსტიკას და ეს კრიტერიუმები ზუსტად გვეხმარება მაგ დროს და არის ანტი-CCP, ანტიციტრულინებული პეპტიდი, რომელიც 60 და 70
პაციენტებს 70% პაციენტებში პოზიტიურია და ზოგ შემთხვევაში ეს მიუთითებს მის ეროზიულ ხასიათს. რამდენად ახასიათებს დროული მიმართვიანობა, რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად ახასიათებს არ ვიცი ფაზები ან სირთულების მიხედვით თუ არის სხვადასხვა სირთულით ეს დაავადება. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია რევმატოიდული ართრიტის დიაგნოსტიკაში დაავადების დებიუტში შეიძლება პაციენტს ჰქონდეს დაახლოებით 1 თვის განმავლობაში, მაქსიმუმ 2 თვე ტკივილი, რომელიც უკვალოდ ალაგდეს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ თავისით ალაგდეს სიმპტომური მკურნალობით, იგივე რასაც ჩვენ არასტეროიდებს ყოველდღიურად თავის ტკივილის დროს ხმარობთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს ამ პერიოდში თუ ემთხვევა ის რომ მას სახსარი აქვს შეშუპებული, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. ეს არ არის სტანდარტული სახსრის შეშუპება, არ იწვევს ოსტეოართრიტი. აუცილებლად ეს არის ანთებითი დაავადება და ზოგ შემთხვევაში ძალიან გადამწყვეტ, იმიტომ რომ ხანგრძლივ რემისიას ვიღებთ ადრეული მკურნალობის დაწყების დროს. შეშუპება წალსახად ნიშნავს, რომ ეს არის ართრიტი და ეს არის აუცილებლად უშუალოდ მკურნალობის ეტაპს რაც შევეხოთ, ანუ მკურნალობის შემდეგ სრულად ინკურნება პაციენტი თუ დაუშვათ რა თუ არის ეს ცხოვრების თანმდევი და დაავადება, როგორც რევმატოიდული ართრიტი, ქრონიკული ეროზიული ართრიტი, რომელსაც განკურნება არ ხდება, ისევე როგორც დიაბეტი, ისევე როგორც ფსორიაზი. ეს არის ქრონიკული დაავადება და პაციენტმა უნდა ისწავლოს ამ დაავადებასთან ერთად ცხოვრება. მისი გამწვავების შემთხვევაში როგორ მოიქცეს, ძალიან სასარგებლოა ეს პაციენტთა ჯგუფები არსებობს, რომლებიც ერთმანეთს ასუზიარებენ. მკურნალობას რაც შეეხება რევმატოიდული ართრიტის დროს ჩვენ რამდენიმე ფაზად ყოფთ მკურნალობას, ესეც ამას ხელმძღვანელობთ ამითაც ეულარის და ICR-ის რეკომენდაციებით. ეს არის სუბუქი რევმატოიდული ართრიტი, მაგალითად ამერიკის კოლეჯი გვეუბნება რომ დაიწყეთ ანტიმალარიის საწინააღმდეგო პრეპარატი. თუმცა მაინც არის რამდენიმე სინთეზურ დიმარხს უწოდებთ ჩვენ, რომ ვრთავთ სხვადასხვა რომელიმე დიმარხს. მე პირადად უპირატესობას ვანიჭებ მეტოტრექსატს, რომელიც არის საშუალო და მძიმე მიმდინარეობის ართრიტის დროს საწყის დოზად ვიყენებთ. ეს რა თქმა უნდა ექიმის რეკომენდაციები და თვითნებურად პაციენტმა არ უნდა დაიწყოს. იმიტომ რომ ეს არის საკმაოდ მძიმე პრეპარატი, ესეც ვთქვათ, ხო? ეს არის საკმაოდ სერიოზული, მძიმე და მნიშვნელოვანი პრეპარატი, რომელმაც შეიძლება საკმაოდ კარგი შედეგი მოგვცეს, რემისიაზე გავიდეს პაციენტი, მისი სიცოცხლის ხარისხი გააუმჯობესოს და ძალიან მნიშვნელოვანია ამ პრეპარატის დაწყებამდე განისაზღვროს უსაფრთხო სისხლი. ისეთი როგორც არის ცეგეპატი, HIV, ტუბერკულოზი და სხვა ქრონიკულად მიმდინარე ინფექციები. ექიმის ამ რეკომენდაციებს თუ როცა უკვე დადგება დიაგნოზი მკურნალობის წესი შედგინდება ინდივიდუალურად პაციენტთან, თუ პაციენტი ამას სრულად მიყვება, ასე ვთქვათ, რეციდივი შეიძლება იყოს, რა შედეგს იღებს, ანუ განგრძობითად და ხანგრძლივად. არის დაავადება, რომელიც ცხოვრების წესს ეხარისხებს. იცით რა არის, თვითონ დაავადების მიმდინარეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა გმინდა რამდენიმე სიტყვა თქვა ამაზე. მას აქვს სისტემური გამოვლინებები, რომლებიც მათ შეიძლება დააზიანოს კანის სიზარღვები, გული, ყველა ორგანო შეიძლება მოიცავს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც კი პირველი სიმპტომატიკა გამოვა. როცა დაავადება რთულდება, წყლის სახსრების გარდა მსხვილი სახსარიც შედის, როგორც მხარი, იდაყვი, მუხლი და ერთობა უკვე შინაგანი ორგანოები. ძალიან მნიშვნელოვანია გულის დაზიანება, ხდება პერიკარდიტი და მნიშვნელოვანია პერიკარდიტის ადრეული დიაგნოსტიკა, იმიტომ რომ შეიძლება ცირკულარული პერიკარდიტი იყოს და ტამპონად ამივიღოთ და ძალიან მნიშვნელოვანია ფილტვის დაზიანება და ინტესტიციული ფილტვის ფიბროზი მივიღოთ, რომელიც ხშირად სუნთქვის უკმარისობით რთულდება. ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და შერჩევთ აზიანებს თვალს. იწვევს სკლერიც და ეპისკლერიც. ეს ძალიან საყურადღებო ფაქტორია, რომელიც სახსარგარე გამოვლინებებს ვეძახით ჩვენ. რა შეიძლება ურჩიოთ ადამიანებს, ვინც თქვენ თქვით, რომ მემკვიდრულ განწყობას აქ დიდი მნიშვნელობა აქვს, არ ვიცი, ყურადღება ალბათ ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში, მაგრამ თუ არსებობს რაიმე მექანიზმი, რომ არ ვიცი, ფიზიკურ აქტივობას რა შეიძლება ასეთ დროს ჯანსაღ ცხოვრების წესს ჰქონდეს მნიშვნელობა, რომ არ განვითარდეს. რა თვითონ დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორი შეჩერება ფაქტორად შეუძლებელია. უბრალოდ მეტი ყურადღებით უნდა იყოს, თუ აქვს რაიმე სახსროვანი გამოვლინება, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს და უნდა ჩაიტაროს ინსტრუმენტული დიაგნოსტიკა, იმიტომ რომ უფრო რთულად მიმდინარეობს, როდესაც არის გენეტიკური განწყობა. ეს გენის CDR-ის 4-ის ფაქტორზეა დამოკიდებული და ძალიან მნიშვნელოვანია, აქვს თუ არა ამ გენის მუტაცია პაციენტს.
და მსოფლიო როგორ მიყვება ამ დაავადებას, იმიტომ რომ რამდენად ახსენეთ მედიკამენტი, მაგრამ სულ განახლება და განახლება მიდის თქვა ამ კუთხით იგივე ადამიანებს, ვისაც აქვთ ეს პრობლემა, თქვა ის მსოფლიო პოპულაციის 1%-ს აქვს ეს დაავადება. ეს საკმაოდ მაღალი ციფრია და საკმაოდ აქტუალური თემაა ეს მედიცინაში. ჩვენ გვაქვს უახლოესი რამდენიმე პრეპარატი, ესეთი მრავალი კლინიკური კვლევა ტარდება, მათ შორის ჩვენ ქვეყანაშიც მეორე ფაზის, პირველი ფაზის, მესამე ფაზის და არის ბიოლოგიური აგენტები, რომელსაც ჩვენ სამიზნე დაავადებად ვიყენებთ. რამდენიმე ჯგუფად იყოფა ეს ბიოლოგიური აგენტი, TNF ინჰიბიტორი, რიტუქსიმაბი, ტოცილიზუმაბი, რომელსაც ძალიან მნიშვნელობა აქვს ამ დაავადების სახსარგარე გამოვლენების დროს გამოყენებას. მსოფლიო და საქართველოს ძალიან აქტუალურად არის ჩართული, იმიტომ რომ რთული დაავადება ხშირად იწევს ინვალიდიზაციას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპისთვის. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ესე ამომწრავოთ გვესაუბრეთ ამ პრობლემაზე და ყველაზე მთავარი საჭირო რეკომენდაციები მივიღოთ, რომ ნებისმიერი ისეთი სიმპტომი, რაც შეიძლება იყოს სახში, შეშუპება, ტკივილი, ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადრეულ დიაგნოსტიკას. ის რასაც ტკივილს ანთებისაწინააღმდეგო პრეპარატი მოიხსნის, ეს არ არის გამოსავალი. უნდა აუცილებლად თუ გვაქვს მით უმეტეს გენეტიკური წინასწარ-განწყობა, თუ ტკივილის რითმი ანთებითია, უნდა მიმართოთ რევმატოლოგს. ვერ მივიდეთ იმ ძიმე სურათამდე, რაზეც თქვენ ძალიან კარგად ისაუბრეთ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ.